ეკლესია, რომელზეც ღმერთი მეფობს, უნდა იყოს ეკლესია, სადაც ღმერთი დედა და ღმერთი მამა ორივე ცხოვრობენ. მოდით ვნახოთ მიქას წიგნის მეოთხე თავის ერთი მუხლი. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან, წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები. ღმერთი გამოჩნდება სიონში უკანასკნელ დღეებში და გვასწავლის ჭეშმარიტებას. და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან უფლის სიტყვა. გამოცხადების წიგნის მე-19 თავში წერია, რომ გამეფდა ჩვენი უფალი. და ფიქრდით ამ ქვეყნის მეფეებზე. ყველა ქვეყანას თავისი კანონი აქვს და მეფე გცობს ამ კანონით. ასევე განა კანონი არ უნდა არსებობდეს, როდესაც ღმერთი, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი მეფობს. სწორედ ამ მიზეზით რა გასწავლა მან, როდესაც უკანასკნელ დღეებში სიონში მოვიდა. ღმერთმა თავისი კანონი სიონის მთელ ხალხს ასწავლა. მოდით ვნახოთ, როგორი კანონი დაამკვიდრა ღმერთმა იერემიას 21 თავში 21 მუხლში. აჰა, მოდის დღეები, სიტყვა უფლისა და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას. რას შექმნის ის ისრაელის ხალხთან და იუდას ხალხთან? ახალ აღთქმას. ვინ დაამკვიდრებს კანონს? ღმერთმა თქვა, რომ შექმნის კანონს, რომელსაც ახალი აღთქმა ეწოდება. 23 მუხლი. რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, სიტყვა უფლისა, მივცემ მათ ჩემს რჯულს. რას გულისხმობს წინა მუხლში ჩემს რჯულს? ღმერთი ახალი აღთქმის კანონს მათ გონებაში ჩაუდებს. და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად. და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვას და თითოეული თავის ძმას ასე, შეიცანით უფალი. რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ვეცოდინები მე, სიტყვა უფლისა, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულებას და მათ ცოდებს აღარ გავიხსენებ მეტად. სად აწესებს ღმერთი კანონს უკანასკნელ დღეებში? ის სიონში გამოაცხადებს. ასევე რას გაუკეთებს ის თავის ხალხს, რომელიც სიონში ცხოვრობს? თავად ღმერთი ასწავლის მათ თავის კანონს. ისევე, როგორც მსოფლიოს მეფეები მართავენ თავიანთ სამეფოს ქვეყნიერების კანონებით, ღმერთი მართავს და მეფობს თავის ხალხს ზეციური კანონებით. ბიბლია განმარტავს მათ მახასიათებლებს, ვინც ღმერთის მეფობას მიიღებს. ისინი მიწვეულნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე და იღებენ სიძეს და პატარძალს, ანუ ქრისტეს, რომელიც არის კრავი და მისი ცოლი. ამგვარად, კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი ჭეშმარიტად კურთხეულნი არიან, რადგან ისინი ღვთის მეფობაში იმყოფებიან. დიდი მადლობა.